საქმიანობის რუბრიკით გიბრუნდებით და ვაგრძელებთ გადაცემას. ბრენდი ეს მხოლოდ ლოგო არ არის. სწორედ ამას ამბობს დღევანდელი საქმიანობის გმირი ალექს ჩიქოვანი უკვე წლებია და თან ამბობს საქმით. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ბრენდინგზე არა მხოლოდ დაიწყო ლაპარაკი, არამედ ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობის დანერგვაც სცადა ბიზნესში. ალექს ჩიქოვანს იცნობს ბიზნესი, საქმიანი საზოგადოება, ამიტომ მანანას მოусმინოთ ახლა საინტერესო ისტორიები დაგროვდებოდა გადასაღებ მოედანზე. მოგესალმებით. როგორ ფიქრობთ, რა უნარები უნდა გქონდეს ადამიანს, რომელიც ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობს? პირველ რიგში? მეორე რიგშიც. მეორე რიგში უნარები. ბოდიში. ჩემი აზრით ხედვა. ძალიან, ეგავე ძალიან მნიშვნელოვანია ხედვამდე, ალბათ რაღაც ბაზისური განათლება. ცოდნა ძალიან დიდი და სხვათა შორის აქ მხოლოდ სპეციფიურ ცოდნას არ გულისხმობ, იმიტომ რომ სპეციფიურ ცოდნაში გავიჭედები ბრენდინგის სპეციალისტებს დარწმუნებული ვარ, უფრო სხვა ჩაღრმავებული ის ექნება. სიღრმე სხვანაირი. თუ ზოგადი განათლება მნიშვნელოვანწილად არ არის ამ თემაში, მგონია რომ ხედვა ვიწროვდება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მაშინ რჩება ზუსტად ის, რასაც ნამდვილი ბრენდინგის სპეციალისტები ებრძვიან, რომ ბრენდინგი არ არის ლოგო და დიზაინი, მაშინ მათ ვრჩები თუ ეს არის ზედაპირული განათლება. თუმცა, აი რა თქვენ ჩამოთვალეთ, ცოდნა და ხედვა ამის იქით იმდენი რაღაც ჩამოთვალა ალექსმა, რომ პრაქტიკულად მივედით დიმიტრი გელოვანის ამბავდე, რომ უამრავი რაღაც არის საჭირო. ის რომ იყო ძალიან პრინციპული, როდესაც მუშაობ დამკვეთან, ის რომ იყო ძალიან დიპლომატიური, როდესაც მუშაობ დამკვეთან, ის რომ უნდა იყო იუმორის გზნობაც უნდა გქონდეს, ის რომ უნდა ბევრ რამეში ერკვეოდე, ის რომ უნდა შეგეძლოს ანალიზის, რაღაცა გაანალიზება შეგეძლოს, ანალიტიკა გქონდეს, შეგეძლოს სხვა კუთხიდან შეხედოთ, ბევრი რამ ერთი სიტყვით და როგორც აღმოჩნდა, მე ესეთი დიდი პროფილის და მრავალფეროვნების მქონე პროფესიას მიმაჩნია კიდე არქიტექტურა, როდესაც ბევრი რამ უნდა იცოდე, ბევრი რამ უნდა გესმოდე, სიღრმეებში უნდა ჩადიოდე. დაახლოებით ესეთია. და მართლა ძალიან საინტერესო იყო საუბარი ადამიანთან, რომელიც ერთ-ერთი პირველია ლევან კობერიძესთან ერთად, რომელმაც აი ამ საქმეში დაიწყო გზის გაკვლევა, ხო? და ეს ყველაფერი იწყება შენ კარგად იცი 90-იან წლებში, როდესაც GVS არსებობდა ესეთი კომპანია და ეს კომპანია მართლა ჩენდებოდა რაღაცა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სწორედ აქ გაიგეს რა იყო ბრენდინგი და ბრენდინგი საერთოდ ამ ადამიანებაც. ალექსიც მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელმაც პროფესია შეიცვალა და წავიდა სხვა პროფესიით, ბანკებიდან და ფინანსებიდან აღმოჩნდა შემდეგ უკვე აი ამ პროფესიაში ისწავლა, განათლებაც მიიღო ლანკასტერის უნივერსიტეტში და და დღეს უკვე 18 წელია სხვებს ასწავლის. სხვათა შორის ის რომ სხვებს ვასწავლი და ბევრს ვლაპარაკობ, მითხრა პანდემიის დროს გადავხედე ბევრ რამეს, გადავაფასე და მივხვდი რომ ჩემს პროფესიაში ლაპარაკზე უფრო მნიშვნელოვანი არის მოусმინო სხვას, დამკვეთს. იმიტომ რომ ეს ადამიანი მოდის შენთან თავისი პრობლემით, ეს ადამიანი მოდის თავისი თემებით და მისგან უნდა გაიგო რა უნდა, რა უჭირს და რა ჭირდება. ამიტომ ბრენდინგის სპეციალისტი, რომელმაც სტრატეგია უნდა ააშენოს ამ ბრენდის, უნდა იყოს ძალიან კარგი მსმენელი. ესეც კიდევ ერთი თვისება და უნარი, რაც აუცილებელია ამ პროფესიაში. სხვათა შორის ჩვენ ვისაუბრეთ არა კონკრეტულად ბრენდებზე, არამედ ზოგადად ამ ქვეყნის ბრენდინგზეც ვილაპარაკეთ, რა იქონია თუ არა ბრენდინგი ამ ქვეყანას აქვს თუ არა და საბოლოო ჯამში მივით მაინც იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ არ ვიცით რა ქვეყანას ვაშენებთ და შესაბამისად, როცა არ იცი რა ქვეყანას აშენებ და როგორი გინდა იყოს ის და არ არსებობს ამის ახლა სწორი და ამაზე შეთანხმდით? ამაზე კი შევთანხმდით. შესაბამისად ამ ქვეყანას ესეთი ბრენდინგი არ აქვს. არ აქვს. არ აქვს. და ამის პირველი მაგალითი არის აეროპორტი, სადაც ჩამოდიხარ და პირველი შეხება უნდა გქონდეს შენ ამ ქვეყანასთან და გაცნობა. რა გხდებათ თბილისის აეროპორტში, როცა ჩამოდიხარ? დაიწყო ახლა კაზინოები და ისინი, მაინც რა ხანეს ხდება? დიახ. ოკეი. დიახ. და რამდენი რამ შეგვიძლია რომ შეთავაზოთ დანარჩენ დედამიწელებს დაწყებული. ბევრი რაღაც შეგვიძლია. ბევრი რამ, ჩვენ ხო ვიძახით რომ პირველი ევროპელებიც აქ ყავს, ღვინის აკვანი ჩვენ გვაქვს, ბევრი რამ. და სხვა შეს ალექს ძალიან საინტერესო მაგალითი მოაქვს, ჩადიხარ ბორდოს აეროპორტში და ხვდები პირდაპირ გაგებით ვენახში. ვენახს, კი, ასეა. და ეს არის ამ ქვეყნის, ამ კონკრეტულად ამ ქალაქის ბრენდი, ხო? ხო, კი, გეთანხმები. მან კიდევ ერთი მთავარი დეტალი რაც არის ალექსის ლევანს მთლიანად ბრენდინგის თელამ კომპანიას
აქვს კიდევ ერთი უპირატესობა, რაც მინდა რომ იცოდეს საქმიანმა საზოგადოებამ. ეს არის ის, რომ ისინი ფაქტიურად მფლობენ ინფორმაციას მთელი საქართველოს ბიზნესის და ეკონომიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, შექმნეს ის ბრენდი თავად ამ კომპანიის წიაღში თუ არა. ეს ადამიანებიც ერთგვარად არქივარიუსები არიან ამ ქვეყნის დაბადებისა და განვითარებისა, იმიტომ რომ თუ თვითონ არ შექმნეს, მათ თვალწინ იბადებოდა სხვა ბრენდები, თუ თვითონ არ შექმნეს, მათ თვალწინ ხდებოდა ჩამოყალიბება სრულიად ახალი კულტურებისა, მათ შორის კორპორატიულისა, რომელიც ერთ-ერთ სათავეშიც კი GVS იყო და ეს არის ფაქტი, როცა გაჩნდა პირველი ბრენდი, გაჩნდა პირველი მარკეტინგული სტრატეგია, გაჩნდა პირველი საკომუნიკაციო სტრატეგია და რაღაცა ლოგიკას აყვა ეს ყველაფერი. თუმცა უამრავი ბრენდი არის, მათ შორის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც ალექსი ჩიქოვანის და სხვების შექმნილია. მე მგონი ნახოთ ხო უკვე ამბავი რა დაარქვი ისტორიას. იცი, სხვა შეს თვითონ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე როგორც ბრენდინგის სპეციალისტი და როცა ადამიანებს ჩემთან მოდიან ვეუბნე რომ თავარია იდეა, მეც უნდა მქონდეს იდეა, დიდებული იდეა. დიდებული იდეა? დიდებული იდეა. ნახოთ რა არის მისი დიდებული იდეა. ნახოთ, ალექსი ჩიქოვანის დიდებული იდეა. ქვეყნის ბრენდინგი არ არის მარტივი პროცესი. ქვეყნის ბრენდინგი არ იწყება გარეთ. ქვეყნის ბრენდინგი იწყება შიგნით. შიგნით უნდა იმუშაო. ესეთი ფორმულირება ამოვიდა, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ქალაქი, რომელსაც უყვარხარ. სტრატეგია იყო გადაწარება. იმიტომ რომ მაგრად იმუშავეს რა. ექიმები, მეზოვეები, დამლაგებლები, პროფესიული სპეციალისტები, კონსალტანტები, აი ყველა სეგმენტს ელაპარაკნენ. რა გაკეთდა მე აღსრულებაში? არაფერი, გამოაკრეს უბრალოდ სლოგანი City that loves you. და როცა გამოაკრავ ამ სლოგანს ქალაქი, რომელსაც უყვარხარ, სლოგანი რა არის? დაპირებაა, ხო? და ეს ძალიან სახიფათო დაპირებაა. იმიტომ რომ ეს უნდა აგზნობინო. ქვეყნის ბრენდინგი არ არის ტურიზმის ბრენდინგი. ტურიზმის ბრენდინგი სხვა რამეა. ქვეყნის ბრენდინგი არის გადაწყვიტოს ქვეყანამ, როგორ ქვეყანას აშენებს, რასთან უნდა რომ მისი ქვეყანა იყოს ასოცირებული. თავის დროზე დიდი კვლევა ჩატარდა. თავარი იდეაც ამოვიდა, მაგრამ იდეა სტრატეგიას განხორციელება თუ არ მოყვა, სლოგანად რჩება. შეგვიძლია რომ მიაჩნიათ ბრენდინგად ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ამ საქმეში. და ვიცით კი დღეს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საით მივდივართ. ქაოში იდეა არ იბადება, ბრენდის იდეა არ იქმნება. კომუნისტების დროს ბრენდინგი არ არსებობდა, თუმცა საბჭოთა საქართველოს ჰქონდა შეფუთვა და მას ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქე გეტყოდათ. დღეს არ ვიცით საერთოდ რა ქვეყანას ვაშენებთ, საით მივდივართ, რა უნდა ვთქვა და მაშინ იყო მზიანი საქართველოს, სოლნიჩნაე გრუზია და ამის ქვემოთ ხო, აბარა და ამის ქვემოთ იგულისხმებოდა ხილი, ბოსტნეული, ისა არიქა საქართველოსდან მოდის და კურორტია და 64-ია და ძალიან მკვეთრად პოზიციონირებული იყო. დამოკიდებულება იყო, ხო, სხვანაირი. ეს სხვა ხა ეგრე მაშინ სიმღერაც იყო საბჭოთა კავშირში, თუ გახსოვთ, არ ვიცი, я другой такой страны не знаю, где так вольно дышит человек, მაგრამ ესე იყო, არ იყო, ხო? უამრავი ადამიანი გაწყვიტეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს ყველაფერი იყო ხელოვნური, ყალბი და ეს მოყვება. საუბარი შორიდან დავიწყეთ, მიზეზი კი მარტივია. ქვეყანა კი დაინგრა, მაგრამ საბჭოთა ადამიანის ცნობიერება არსად წასულა. ამიტომაც არის ყველაზე ხშირად დიმიტრი უზნაძეს და მერაბ მამარდაშვილს რომ ციტირებს ლექციებზე. აქ ამ უბანში ტარდება მთავარი სადღესასწაულო ცერემონია. იმპერიული, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ამას ხელს უწყობდა, რომ ესენი მოდი კმაყოფილი ამყოფი, იცეკვონ, იმღერონ, კაი კაბები ისეს ჩაიცვან, კაი დალიონ, კაი შეჭამონ და იქნებიან წყნარ. საბჭოთა მემკვიდრეობამ საერთოდ სრული დეგრადაცია მოახდინა ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, საქმის მიმართ. მე სახელმწიფოს პარავდი ბაბუ. მე მახსოვს მამაჩემი ფულს იხდიდა იმაში, რომ ვიღაცას რაღაც მიეყიდა დაღს ქვემოდან, ხო ხვდებით? ხო და აი ეს გაუკუღმართებული ქცევა, ხო, დღემდე მოყვება. მისთვის როგორც ბრენდინგის სპეციალისტისთვის არსებობს შეხების წერტილები და ეს წერტილები პირველ რიგში პირველი შეხვედრა, პირველი შთაბეჭდილებებია. პირველი შეხვედრის ადგილი კი აეროპორტია და რა ხდება საქართველოში ჩამოსულს. ბორდოს აეროპორტში რო ჩაფრინდები და გამოდიხარ. სად ხვდები, იცი? ვენახში. ვენახში, მართლა ფიზიკურ ვენახში.
და თუ კომერციული ორგანიზაციები არ ფენენ რაღაცას, ხო? მაშინ ასე ვთქვათ, მთავრობა არის ვალდებული ან მუნიციპალიტეტი, სადაც ისა, რომ რაღაცა ისეთი გააკეთო, რა თქმა უნდა, ღვინის თემას გამოფენდი, იმიტომ რომ როცა შენ აკეთებ განაცხადს და ეს განაცხადი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, იმიტომ რომ საქართველოს ღვინის აკვანი იყო ჩვენი GVS-ის სლოგანი. ვთქვით? და მე ლევანმა გაჩეჩილაძემ ხო გადასცა ეს საჩუქრად მთავრობას. ვთქვით, ქვეყანას, რომ ქვეყანამ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამას რაღაცნაირად გამოფენდი რა. წასვლის გაფრენის დარბაშიც და მოფრენის დარბაშიც. საუბარს ბრენდინგით კი ვიწყებთ, მაგრამ ისიც მაინტერესებს, როგორ მივიდა ამ პროფესიამდე. როცა ეს სიტყვაც კი გასული საუკუნის ბოლოსკენაც ცოტამ თუ იცოდა. სპორტმა გადამწყვეტი როლი იქონიაო. ახლა უნდა რომ ნიკას გაუჩნდეს გუნდური თამაში, მარცხის შემდეგ გამარჯვება და პირიქით რომ ხდება. იყოს ბრძოლის უნარიანი. რაც 26 წლის ასაკში ყველაზე მეტად დამეხმარა, როცა პროფესია შევცვალე, ბანკები და ფინანსები, ბრენდინგის სპეციალობით. ოცნება ავისრულე და უცხოეთში წავედი სასწავლებლად. ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში. გამიჭირდა და სწორედ აი აქ დამეხმარა რაგბი და სპორტული გამოცდილებაო. ჩვენ 75-მან დავიწყეთ და დაამთავრა 33-მა კაცმა რა. დედა ჩემი მეუნებოდა, რომ გელოდებოდი ყოველდღე უკანო. იმიტომ რომ მე კაი მოსწავლე არასოდეს არ ყოფილვარ, მერე გამეხსნა. ჩამოვედი, როცა უნდა ჩამოსულიყავი და თანაც distinction-ის დიპლომი ჩამოვიტანი, ანუ წითელი დიპლომი ჩვენ ენაზე. საბჭოთა ბავშვი ვიყავი, ხო? რომ აი რაღაცა იმან თქვა ესეა, ესა საუბარი, კამათი, კონსტრუქციული უკავშირის მიცემა და რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე და მოდი ესე ვთქვათ, გამაქაჩია რაგბმა. აი ამ ფიზიკურმა და მენტალურმა სიძლიერემ, რაც მომცა სპორტმა. გამარჯობა, მე ვარ ალექსი ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი. ინტერვიუს დროს ბევრჯერ იტყვის გამიმართლა. ლანკასტერში მოხვედრაც გამართლება იყო. იპოვა პროფესია და შესაბამისად საკუთარი თავი და ადგილი. ახლა უკვე სხვებს ასწავლის რა არის ბრენდინგი და ეხმარება ბიზნეს, კონტენტ სტრატეგია და სახე. ჩემ ფილოსოფიასაც მიყვები, რომ ბრენდი ადამიანია, ის ქმნის ამ ბრენდს. როგორიც ის არის, მისი ბიზნესი ზუსტად იგივეა, ის ხდება კომპანიის შიგნით და შესაბამისად ამას ადამიანები მართავენ და ადამიანები მოიხმარენ მერე. გამართლებები კი სულ იყო: სპორტი, ოჯახი, სახლი, მეგობრები, პროფესია, ეზოც კი. ეს მერე გაიგო მათი სტატუსები. მანამდე იცოდა უბრალოდ კეთილი და მოსიყვარულე სესილი და თაყაიშვილი. ეროსი მანჯგალაძე სტაფილოსფერი ნივით ლაღიძეში რომ დაატარებდა ეზოს ბავშვებს. კეთუსია ორახელაშვილი და მიშა ბაბუ თუმანიშვილი. მისი კრეატიულობის გაღვიძებაც მიშა თუმანიშვილის ბრალია. დონ ჟუაზე მუშაობისას 9 წლის ასაკში დეკორაციები დაახატინა. მერე კი თეატრის ფოიეში გამოფინა. მიშა თუმანიშვილი მოგვიანებით კიდევ ერთხელ შემოიჭრება მის ცხოვრებაში, უფრო პროფესიაში. რო კითხულობდი ბატონი მიშას წიგს, მივხვდი, რომ ადამიანი საუბრობდა სტრატეგიაზე, ანუ იწყებდა იდეიდან. ეს იდეა როგორ განვახორციელო, ვინ დამჭირდება ამ იდეის განსახორციელებლად. მერე მოდი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტებს ჩავატარებ. მერე იწყება აქტიური რეპეტიციები და მერე იწყება სპექტაკლი, ხო? ანუ სპექტაკლის ჩვენება. აი ეს ახლა მე მოვყევი ბრენდინგი. ბრენდინგი უწყვეტი პროცესია. დრო, მოთხოვნა, სიახლე, განვითარება. ამის მაგალითია სუხიშვილები. ბრენდი იყო დინამო თბილისიც, თამადაც, მაგრამ რაღაც ჩარჩა დროში, აღარ განვითარდა. ან არასწორი გზით წავიდა. აი სუხიშვილების თაობები დროს ზუსტად გრძნობდნენ, რა ჭირდებოდათ ადამიანებს და ისინიც ფულს იხდიდნენ ემოციაში. ეს არის სწორი ბრენდინგი. ამ ადამიანებს სიგიჟემდე უყვარდათ ეს ამბავი. ყველაფერი გადადებული ჰქონდათ გვერდზე და ამაზე იყო მიმართული მთელი ენერგია. ცეკვის, დისციპლინის და აბსოლუტურად ყველაფრის მაგალითები თვითონ იყვნენ. თანამედროვე დროებამ მოიტანა ცოტა სხვა რაღაცა და აქ უკვე ილიკო გამოვიდა სცენაზე და გააცინცხალა ბრენდი, ანუ ბრენდ რეფრეშმენტ ქვია ამას. უძველესი ბრენდებიც არსებობენ, მთელი თავისი ატრიბუტიკით, წესდებით, დამფუძნებლით, ლოგოთი, რიტუალითა და ლოკაციებითაც. ყველა ჩამოყალიბებული რელიგიური მიმდინარეობა არის ბრენდი თავის ყველაფრით. ყველაზე დახვეწილი ბრენდები არიან. დამფუძნებელი მაგათ რო ყავთ ისეთი უნდა. აღმასრულებლებიც, სტრატეგია, ბიბლიის სახით, ტაქტიკა, სახარება, რა ვიცი, რიტუალი, მომსახურების ადგილი, სასურველი აუდიტორია, სამიზნეს არ ვეძახი, ხო? მრევლი, ვიზუალი, რა ვიცი, ყველაფერი, წესები, ესენი, აი, სრულყოფილი ბრენდები არიან.
ცოდნის გაზიარება უყვარს. მერე სადღაც ამოიკითხა, იაპონიაში საუკეთესო საჩუქრად ცოდნის გაზიარება ითვლებაო. ალბათ ამიტომაც არის მის დღის განრიგში ამდენი ლექცია, ტრენინგი, პოდკასტები, სამშაბათი, ხუთშაბათის მიმართვები. ეს მისი ერთ-ერთი კურსი იყო. ბრენდინგის ენის გაქართულება მისი საყვარელი თემაა. არის ბიზნესები, რომელთა პარტნიორობისაგან თავს იკავებს. ეს ათამაშო ბიზნესია. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთანაც არ ითანამშრომლებს. ღირებულებების თემაო. თემაის მის პორტფელში უკვე 100-ზე მეტი ბრენდია. ღვინის თემა ყველაზე მეტად უყვარს. და რა არის მთავარი, როცა ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ღვინო შემოდის. მისი განსაკუთრებულობა დაანახოს მომხმარებელს და კიდევ როგორ იქცევა ბრენდი, როცა რთული დროებაა. ამაზეც თავისი შეხედულება აქვს. მე არ მგონია, რომ ბრენდი უნდა შედიოდეს რელიგიურ, პოლიტიკურ და ასე შემდეგ თემებში, მაგრამ გააჩნია რას ეხება საქმე. ვთქვით. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ იმხელა აი ეს გენეტიკურად გადმოტანილი შიში მოდის საბჭოთა კავშირიდან და პლუს ის რაც მერე დამოუკიდებლობის მერე ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში, რომ ალბათ მე ესე ვიტყვი, რომ გმირობას ვერავის ვერ მოთხოვ. ბრენდი კი არა, მეც იდეით ვცხოვრობ. მაქვს ჩემი სტრატეგია, განვითარების გზა, კომუნიკაცია და ეტაპები. ამ იდეამ ორჯერ დამაბრუნა უკვე საქართველოშიო. ანუ რასაც სხვის განითხოს, მის დღის წესრიგშიც წერია. ჩემი სამუშაოს მთავარი დაფასება არის ჩემში ის კი არა რომ ფულს გადამიხდიან, რომ გაივლი და ცოცხალია და უყურებ თაროზე დევს, ის არის აბრა, ხო ხდებით და ასე. როგორც ყველა ბრენდს უნდა კონდეს მამოძრავებელი იდეა, როგორც მე ვეძახი ამას, დიადი იდეა. რა თქმა უნდა, მე არა ვარ, ასე ვთქვათ, მეწაღე წაღების გარეშე. მეც მაქვს ჩემი მამოძრავებელი იდეა, როგორც სპეციალისტ და ბრენდინგის სპეციალისტ, ეს არის უკეთესი საქართველო. და ამას ხსნია იმ ფილოსოფიით, რომ რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ქვეყანა.